რას ქადაგებდნენ ადრეული ეკლესიის წმინდანების სახარების გავრცელებისას, ყურადღებით გაეცანით ახალ აღთქმას, განსაკუთრებით საქმეების წიგნს. სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ისინი გულმოდგინედ ქადაგებდნენ იმ ფაქტს, რომ იესო არის ქრისტე. დაიჯერებდნენ ადამიანები იესოს, რომ მათ არ ეკადაგათ ეს? აბსოლუტურად არა. იმ დროის ადამიანებისთვის, რომლებსაც სწამდათ, რომ იეჰოვა ღმერთის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს, შეუძლებელი იქნებოდა ადვილად მიეღოთ იესოს რწმენა, რომელსაც ისინი მხოლოდ ნაზარეთში მცხოვრები დურგლის, იოსების ძედ მიიჩნევდნენ. თუმცა ბიბლია და წინასწარმეტყველები მოწმობენ, რომ ის არის იეჰოვა ღმერთი, რომელსაც ისინი ემსახურებოდნენ და რომ ღმერთი ამ დედამიწაზე ხორციელად მოვიდა. ბიბლია ასევე მოწმობს, რომ სულიწმინდის უკანასკნელ ეპოქაში ის კაცობრიობას ხსნის მადლს ანიჭებს ახალი აღთქმის პასექით კორეაში, აღმოსავლეთ ქვეყანაში. ჩვენ უნდა ავუხსნათ და ვაცნობოთ ხალხს ეს ფაქტი. რამდენად გულმოდგინედ ელოდნენ ქრისტეს სასუფეველის მოსვლას მოციქულები პავლე და პეტრე. ასევე ადრეული ეკლესიის მრავალი წინასწარმეტყველი რწმენის მიტოვების გარეშე. ის, რომ ჩვენ გვწამს ქრისტიანს ანქონგ არ ნიშნავს, რომ არ გვწამს იესოს. რადგან ვინ არის ქრისტიანს ანქონგ? ის არის იესო ქრისტე, რომელიც ამ დედამიწაზე 2000 წლის წინ მოვიდა. ამიტომ ჩვენ ვართ ისინი, ვისაც ჭეშმარიტად გვწამს იესოს. როდესაც ჩვენ ნათლად გვესმის მამის, ძისა და სულიწმინდის სახელი, ღვთისხსნის საიდუმლო ვლინდება. იესომ იოანეს მე-17 თავში თქვა, ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც მოავლინე, იესო ქრისტეს. ვის შეუძლია თქვას, რომ სწამს იესოს მის ახალი სახელის ცოდნის გარეშე? მხოლოდ მაშინ, როდესაც მის ახალ სახელს გავიგებთ, შეგვიძლია მივიღოთ ყველა ჩვენი წარსული ცოდვისა და დანაშაულის მიტევება, ღვთის მიერ აღთქმული ნათლობის მეშვეობით, განვიწმინდოთ და შევძლოთ ღვთისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა. მოდით, ერთად განვიხილოთ ესაიას მე-43 თავის მე-10 მუხლი. მე-43 თავის მე-10 მუხლში ღმერთი ამბობს. თქვენ, ვისი მოწმეები ვართ ჩვენ? ჩემი მოწმენი ხართ, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილი, რომელიც მე ამოვარჩიე. მაშინ ვის გულისხმობს აქ ჩემი? ღმერთმა იეჰოვამ განაცხადა, თქვენ ხართ ჩემი მოწმეები და ჩემი მსახური, რომელიც მე ავირჩიე. ამგვარად, ყველა, ვინც მამის ეპოქაში ღმერთის სწამდა, უნდა იყოს იეჰოვას მოწმე, რომელიც იეჰოვას შესახებ მოწმობს. თუ ღვთისხსნის საქმეს დასაწყისად, შუად და დასასრულად დავყოფთ, დასაწყისი მამის ეპოქაა. შუა პერიოდი ძის ეპოქაა, ხოლო ბოლო ნაწილი, დასასრული, სულიწმინდის ეპოქაა. მოდით, გადავხედოთ საქმეების პირველი თავის მე-6 მუხლს. ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას, ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ უფალო ისრაელს სამეფოს, უთხრა მათ, თქვენი საქმე არ არის იცოდეთ დროები ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით. არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი. ვისი მოწმეები? მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე. ესაიას მე-43 თავის მე-10 მუხლი გვასწავლის, რომ ვიყოთ იეჰოვა ღმერთის მოწმეები. მაგრამ საქმეების პირველ თავში ვისი მოწმეები უნდა ვიყოთ? იესომ თქვა, იყავით ჩემი მოწმეები, რაც იესოს მოწმეებს ნიშნავს. ასაკებს შორის განსხვავება რომ არ არსებობდეს, ბიბლია წინააღმდეგობებით სავსე იქნებოდა. ამიტომ ჩვენ ნათლად უნდა გვესმოდეს და ვაღიაროთ, რომ არსებობს სამი ეპოქა, მამის ეპოქა, ძის ეპოქა და სულიწმინდის ეპოქა. შემდეგ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ბიბლია საერთოდ არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ ღმერთმა ყველაფერი მადლიანად დააკავშირა.